ეს აგენტურაზე რომ იდგა საუბარი, მეგობრებო. ესე იგი ეს ლანა ღოღობერიძე ხო ვინც არის, რაც არის 1000-ჯერ მithქვია, მაგრამ ეხლა მე მინდა შევახსენო მაყურებელს 91-ში. როდესაც ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების ჩამოგდების დღეები იდგა, ეს ქალბატონი გამოდიოდა და ნახეთ რა ტექსტს ლაპარაკობდა და ეხლა რას ლაპარაკობს. ეხლა თავისუფალი ხალხია შეკრებილი. აი უყურებთ ხედავ რომ თავისუფალი ადამიანებია შეკრებილი და იქ დგანან მონები. აი მონები, რომლებსაც უნდა მონობა თვითონ აირჩიოს თავისი არსებობის ქვაკუთხედა. საშინოდ მეწოდება. აი ეს ჩვენი საწყალი უბრალო ქართველი, რომელსაც ამდენი 70 წელიწადი სულ ურტყეს თავში. მარტო რაღაცა გადაუბრუნეს ტვინში და ეხლა აი ვაკუუმი რომ გაჩნდა ტვინში, ის შეავსო ახალმა კერპმა. სამწუხაროა არის რომ აი ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო ხალხის სულისკვეთება. ვერ გაიგო რომ ეს არის აი ნამდვილი ხალხი ეს არის. ცოტა ბევრი არ აქვს ამას მნიშვნელობა. აი ისინი ვინც დღეს აქ დგანან, ვისაც არ ეშინია. აი ის არის ნამდვილი ხალხი, ნამდვილი საქართველოს მოქალაქე. ეგზისტენციალური არჩევანი გვაქვს. ან ბრუნდებით საშინელ ბნელ წარსულში, საბჭოთა წარსულში, ან მივდივართ წინ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, კეთილდღეობის, არ ვიცი, სიხარულისკენ. სიხარული ჩვენ სისხლშია. არ ვიცი, აი ესეთი არარაობები როგორ უნდა იყოს ადამიანი. ჯერ გამსახურდიას ჩამოგდებაში აქვს გათხრილი სისხლში ხელები, იმიტომ რომ და ეხლა კიდე აქ უნდა და არ ვიცი რა არის ყვავის ხელა ასაკი გაქვს ადის და მამამის იდაყვებამდე რომ ხელებში ქონდა სისხლი იდაყვებამდე კისრამდე იყო სისხლში კისრამდე ალბათ კისრამდეც რა იდაყვები მსუბუქად ნათქვამია და არ ვიცი ეხლა აი ბევრი რამე საოცარი ხდება ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი საოცრება კიდე ეს ვაჟბატონია კიდე ხა რომელიც პრინციპში უკვე გაშიფრული არის სომხები და აზერბაიჯანელები უნდა გამოჩნდნენ იმიტომ რომ ჩვენი სისხლი და ხორცი არიან აი სომხებო და აზერბაიჯანელებო ძმებო ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ ერთი სული გვაქვს ერთი სამშო გააკეთეთ რა ერთად გამოდით რა აჩვენეთ რა აჩვენეთ თქვენ ძმებსაც აზერბაიჯანში და თქვენ ძმებსაც სომხეთში რა არის და სინამდვილეში როგორია ბაგრატოვანთა კავკასია აი ეს ნამუს გარეცხილი კაცი აი ეს არის ცოცხალი ლეში მაგრამ კვიცი გვარზე ხდება აი ხო განახეთ ლანა ყოღობერიძის მამაზე ხო განახეთ თქვენ მე ის რომ ხო თქვით რომ ლანა ყოღობერიძის მამა ცისხლში იყო და ეს ქალი ცისხლში არის ეხლა მე ხშირად ახსენებენ მამამისი ლევან სანიკიძე რომელიც მწერალი იყო და პრინციპში ხა ისეთი დანაშაული შეიძლება არ მიუძღვის მაგრამ რო გავიხსენოთ ისტორია ლევან სანიკიძე იყო ის კაცი რომელიც ასევე ზვიადგამსახურდიას წინააღმდეგ კი ებრძოდა ზვიადგამსახურდიას გამოვიდა და როდესაც ჩამოაგდეს ზვიადგამსახურდიას ხელისუფლება ლევან სანიკიძე გამოვიდა და ესო მოღალატე არისო ზვიადგამსახურდიას თქვა ეს იმ კაცზე თქვა აი რომელიც მერე მისი შვილი გეგდო უზენაეს საბჭოში ხშირად გაიგონებთ მეო დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მოწერიო მე ძალიან კარგად მახსოვს აი ძალიან ყველა დეტალი მახსოვს იმ პერიოდში რა ხდებოდა და ერთხელ არ გამოსულა ეს ვაჟბატონი გამსახურდიას ჩამოგდების მერე თქვენც ხო გახსოვთ არა რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოგდება როდისმე ამას დაუგმია იმ პერიოდში არასოდეს მე არ და ეგ კი არა საერთოდ ეს რომ უზენაეს საბჭოს დეპუტატი იყო მე არც ვიცოდი სიმართლე რო გითხრა იმდენად ესე იგი ბალიშვით ეგდო იქა თქვენ გაგეგოთ მანამდე ხო არა მისი ამოღებული ხმა ვის გაუგია უზენაეს საბჭოს მე არ ვიცოდი რომ ეს კაცი იყო იქ უზენაეს საბჭოს დეპუტატად აი იმიტომ რომ ყველა რაღაცა ორ სიტყვას მაინც იძახდა იქა და ფიქსირდებოდა ეს კაცი მე კიდევ ერთხელ რო თქვა მე გადავამოწმე ხო არ იტყუება მეთქი და გავარკვიეთ თურმე რომ ეს ყოფილა იქ უზენაეს საბჭოში და ამ დროს სიტყვა არ დაცდენი არასდროს გესმის და ეხა რო კითხო გამოდის და ამ გამსახურდიაზე პირს იმაშვება იქაფებს ეხლა ამ აზერბაიჯანელებს და სომხებს აგინებდნენ აქამდე თქვენ გადაწყვეტეთ არჩევნების მედიოდა რატომ მიეცით ხმაო ეხლა დაჭირდათ ეს აზერბაიჯანელები თქვენო აბა მიდით გამოდით ხო აი ეხლა თქვენ ჭკუაზე დადიან ეს ხალხი რა როცა იმას ესე შეუკვეთავ და გამოვლენ თუ შევლენ აი გუბაზას ისადა მაგრამ ამის სიდებილეს საზღვარი არ აქვს აი გენეტიკურად მოღალატეები რო არიან მამამისი მოღალატე იყო ზვიადგამსახურდია თვითონ მოღალატე შვილიც მოღალატე ყავს იქ დგას რუსთაველზე მაგისი შვილი ბატონი ლევანიკო და ისიც იქ იმაშვება რა ქვია გოგლაჟვანიესავით იქ ესრება იმ აქციებს და ბოლოს ისეთი რამე დააბრეხვა ესე იგი ეს იყო საოცრება აი
აბა ქოცები რო ეძებენ ორგანიზატორს ძვირფას ქოცება მე მინდა გითხრათ ვინ არის ამ აქციების ორგანიზატორი ოღონდ იმას თქვენ ვერაზოს ვერ მოერევ უფალია ამ აქციების ორგანიზატორი არის უფალი ქოცები ესე იგი აი ღმერთო მაპატიერა წადი შვილო იმკურნალე რა ესე იგი თურმე აქციები რომლებზეც წვავენ იმას რა ქვია უფლის გამოსახულებით იმებს კუბოებს სადაც შეურაცხყოფენ პატრიარქს სადაც შეურაცხყოფენ ეკლესიებს აი ამ არარაობის პოზიციით თურმე ამ აქციის ორგანიზატორი ყოფილა უფალი თურმე ატარებს აქციას რომელიც არის ეკლესიის და თვითონ რწმენის წინააღმდეგ ხო უფლის ხელდასმულები ყოფილან ეს არა ეს ახლა ეს ანგელოზი არის უბრალოდ წონა აქვს დიდი და ვერაფრინდა მაღლა ფრთები იმდენად ის აქვს რა ქვია პატარა რომ ვერ ფრინდება მაღლა აი სასწაული არის ბატონო ამასაც თურმე უფალი ატარებს აგერ აი ეცეკვე ამას. მიდი დაჯექი იქა და კარგად გამოგივათ ცეკვა და კიდე აგერ ერთი გამოდის კიდე. ისმენთ. აი ჩვენ ახლა აი შეკრებილი ხალხია და მოქალაქე ჩვენ გვინდა რა გვინდა იცი ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეცვლება და აი რა ვიცი აი მე ახლა სიტყვით ვერ ახტენმა ჩვენ გვინდა თანადგომა გვინდა დღეს გვჭირდება ეს თანადგომა იმიტომ გვჭირდება რომ ამდენი ხალი შეკრებილია ამდენი ხალი უგუნური არ არის იმიტომ რომ მე აი ყველაფერზე ვიტყვი იმიტომ არ არის აი სრული მადგება ხოლმე თვალზე ეს იმანიშვილი მოვიდა არაფერი არა ამი მოდი გაუშვათ და ეს გელევინებინა თუ ბაზრი თვისაც და იჭიკჭიკი აი კაცი გამოვიდა ესე იგი არ ვიცი აი ყველაზე წესიერი კაცი ყველაზე წესიერი ერთი ბოლო რო ჩაარტყა იმას რა ქვია გაჭრა უკვე სხვანა და ეს ამ აქციებს ატარებს უფალი თურმე რა ესე იგი აი სამარცხვინოა მეგობრებო და ესე იგი ასე აი რა უკრა ამ ბიზინა ივანიშვილი ამათ რო ესე იგი აი ესე დონეზე დაიყვანა ბოლოს რა იგი სამარცხვინოებივი დარბიან ესე იგი აი რო შეხედა ხა თავმოყარე ადამიანი აი ამათ გვერდით როგორ უნდა დადგა ხალხო და ესე როგორ ესე რადიკალური ცვალებადობა აი თუნდაც ახლა გოგრა ჟვანიაზე რო საუბრობდით ეს ადამიანი და ეს კაცი რო იცვალოს აი ხა ეს კაცი კიდე საერთოდ გაგიჟებული შედაც იყო მაგრამ სულ გაგიჟდა ამიტომ მე მინდა შემდეგ რაღაც გვანის ინფორმაცია რომ ივანიშვილს და სამიასაკუნ ივანიშვილის ინფორმაცია რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს პური აეროპორტში მეც მაქვს ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ სხვა ადამიანს ის ემზადება წასასვლელად ის არ ჩქარობს არცად წასვლას ის თავისი და არსად არ წავა ეხლა გამოვიდა თან მიდისო ფული მიაქვს აი კაცი თან მიდისო და თან თავში დარწავა ეხლა აი ღმერთო ჩემო რა დავაჩავე არ ვიცი აი ესენი ვინ არიან გეუბნებით ამათ არც ერთი ფსიქიატრი არ მიიღებს რომ მივიძეთ ეხლა და ესენი მივიდნენ ფსიქიატრთან და უთხრა განკურნე ვერ განიკურნებით ეხლა კაცი გამოდის ორ სიტყვაში იძახის ერთს რომ მიდისო უკვე ფული მიაქვს და არ წავა მიდის მოარე ესე იგი და მე ეს ხალხიც ეს ბავშვებიც ამას რო უყურებენ ყველა სასწაული იწარი ღმერთო მაპატი ამის სქესი ვერ გავიგე ოღონდ ეს ბიჭია თუ გოგო ერთი აი ამ სააკაშვილს რო უყურებენ ამ გუბაზას რო უყურებენ იქ იმ გოგლაჟვანიას რო უყურებენ ეს ბავშვებიც გადაირივნენ ჭკუიდან სახით გარეგნობითაც გადაირივნენ და მეტყველებითაც და ღმერთო მაპატი აი ერთი ამის სქესი დამადგენიდან მეტი არ მინდა არაფერი ოღონდ უბრალოდ აი დავტოვებ ეთერს. მინდა მიმართო ქართული ოცნების ამ მომრჩეველს, რომელმაც 26 ოქტომბერს ძალით, უნებლიეთ თუნებით კვლავ გააფერა და 41 ნომერი. გთხოვთ, დააკვირდით რითი ვარ პირდაპირ ეთერში მოსულე. მეგობრებო, ეს არ არის სასაცილო, ეს არის კლასიკური ჩაფხუტი, რომელიც დღეს მე მგონი მობილური ტელეფონის ტარებაზე ბევრად უფრო ნორმალიზებული ნივთი არის, იმიტომ რომ ახლა სტუდიაში მელოდებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მიზანმიმართულად წამომყვნენ დღეს, იმიტომ რომ არ ვიცი, აქედან თქვენ როგორ გავალთ შენ, იმიტომ რომ ხალხს სახლებში უვარდებიან. ეს არის 1927 წლის წითელი ტერორი, როდესაც ადამიანები ქუჩებიდან აყავთ და რაც ყველაზე სამარცხვინოა და რაზედაც გული მეგლიჯება. მე როგორც აქციის მონაწილე, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველდღე, როდესაც რუსთაველის ტერიტორიას ვტოვებ, მიწევ ჩემი ატრიბუტი
პოლიტიკის და ქვეყნის ეროვნული დროშის ჩანთაში დამალვა. იმიტომ რომ ჩემი დროშის გამო ვიღაცის სამიზნე შეიძლება გავხდე. ისეთი განცდა მაქვს თითქოს ეროვნულ სიმბოლიკას კი არ ვატარებ ადამიანებო. ვატარებ ტერორისტების სიმბოლოს. მეტი არაფერი. აქ თავდება ყველაფერი და ჩემი ბოლოს შეტყობინება. აი მივმართ იმ ადამიანებს, რომლებმაც 51 კვლავ გააფერადეთ. რა იყო აი ამ ვაი პოლიტიკური ძალის მთავარი დაპირება? გაიხსენეთ ის პროპაგანდისტული სლოგანი. ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ. სამივე პუნქტს მიზნობრივად გაგიბათილებთ. პირველ რიგში მაინტერესებს სად არის მშვიდობა? გეკითხებით სად არის მშვიდობა, როდესაც ბოლო 10 დღეა ქვეყანაში გამეფებული არის სისხლიანი ბრძოლების ქრონიკა. ადამიანებს ყოველდღე ცოცხლად ასახიჩრებენ და ერთი კითხვა მაქვს, რა არის ის ადამიანური ხარკი და მსხვერპლი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაიხადოს? მითხარით რა გაგაჩერებთ? მაინც და მაინც რამდენი ადამიანი უნდა დაშავდეს? 400-მდე ადამიანი დღესდღეობით არის დაკავებული 80-ზე. არ ვიცი რა დღეში ჩააქვს ეს აჩქარებული რა აჩქარებული ეს ელაპარაკობს აჩქარებული კი არისო ეს არის ადამიანი რომელიც აი არ ვიცი აი მეწოდება ეს ახალგაზრდობა